შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შენობა, რომელიც მდებარეობს დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, არის სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა, არ არის არც სათვალთვალო კამერები და ეს ადგილი არ არის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, რაც ბადებს ეჭვს იმისას, რომ სავარაუდოდ დამნაშავე პირებს, რომლებიც ამ ჯგუფურ ძალადობაში იღებდნენ მონაწილეობას, კარგად ჰქონდათ ორგანიზებული ეს თავდასხმა, რომელიც 40 წლამდე ბიზნესმენის მისამართით განახორციელეს. დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ვიმყოფებოდით იმ პოლიციის შენობასთან, რომელიც არის დანაშაულის ადგილთან ყველაზე ახლოს, ჰქონდა კითხვები პოლიციელებთან, რადგან სავარაუდოდ მათ უნდა გაეგოთ პირველი ამ დანაშაულის შესახებ, თუმცა პოლიციელები ტრადიციულად გვამისამართებენ პრესამსახურთან და ამბობენ იმას, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე ნამდვილად არის დაწყებული. ფაქტია, რომ გამოძიება ნამდვილად არის დაწყებული, რადგან ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც არის მარნეულის მერის ძმა, რომელსაც ახლა საგამოძიებო უწყება ძალადობას ედავება, თუმცა არსებული ინფორმაციით ამ ჯგუფურ ძალადობაში 5-მდე პირი იღებდა მონაწილეობას. პირველებს კონფიდენციალური წყარო უყვება იმას, რომ ამ ძალადობაში სავარაუდოდ საჯარო მოხელეებიც იღებდნენ მონაწილეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს. დღეს ჩვენ რა თქმა უნდა გვსურდა მოგვესმინა პირველი კომენტარი მარნეულის მერისგან, რომლის ძმაც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, თუმცა ის მთელი დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოჩენილა. ჩვენ ვიმყოფებოდით მის საცხოვრებელ სახლთან, თუმცა ის პირველების კამერას დაემალა. ერთადერთი ვინც დღეს მედიასთან გამოჩნდა, ეს იყო დაკავებული პირის დედა, რომელსაც დაუსვით ჩვენ კითხვები იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მისი ოჯახის წევრის, ანუ მისი შვილის მისამართით არის ახლა დაწყებული, თუმცა დედამ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. თქვენი გაყოფილებიდან რამდენიმე მეტრში მიღბიანმა პირებმა რომ მოქალაქეს წემეს. თქვენ გამოიძეთ ეს საქმე? არ ვიცით რას ნიშნავს რამდენიმე მეტრშია და არ გინახავს? გამოგრჩათ? ერთი წამით მიმდინარეობს გამოძიება და მიმართეთ პრეს-ცენტრს. ანუ თქვენი განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში ადამიანს უსწორდებიან ფიზიკურად, ამას პოლიცია ვერ ხედავს. მე მგონი აგესეთ მაგაზი მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს მესმის, მაგრამ როცა ადამიანს ცემენ განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში, გამოძიება მიმდინარეობს, მიმართეთ რამე დეტალურებში პრეს-ცენტრს. თქვენი განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში ადამიანს რო ფიზიკურად უსწორდებიან, როგორია პოლიციის რეაგირება ამ შემთხვევაში? ამას გეკითხები. ნახეთ, ეს რომ მომხდარიყო ხა პოლიციის განყოფილებიდან 5-10 კილომეტრში მესმის, მაგრამ მიდასტურებ თუ რამდენიმე მეტრში შესაბამისად ზომებია მიღებული, მიმდინარეობს გამოძიება. ხარი, რა პურის ბიზნესის გამო დააკავეს თქვენი შვილი თუ რაზე დააკავეს? შეგიძლიათ გითხრათ? პურის ბიზნესის გამო არის დაკავებული? აი რას ამბობთ? არ ვიცი, მე არ ვიცი, ნიჟნაი. მარტო ერთი პირია დაკავებული? მისმა ძმამ ვერ დაიხსნა ამ ამბისგან? ვერ დაიხსნა მისმა ძმამ? არა, მე არ ვიცი. რა გახდა ამ ჯგუფური ანგარიშწორების მიზეზი? ეს არის სწორედ ახლა მთავარი კითხვა, რომელზეც საგამოძიებო უწყებამ გამოძიების მიმდინარეობისას უნდა გასცეს პასუხი. ადგილობრივები საუბრობენ მხოლოდ ერთადერთ მიზეზზე, ეს არის პურის ბიზნესი, რადგან ადგილობრივების ცნობით მარნეულის მერის ოჯახს აქვს პურის ბიზნესი, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ატერორებენ ადგილობრივ ბიზნესმენებს, რომლებსაც ანალოგიური ბიზნესი აქვს. მათ თხოვენ, რომ გაზარდონ პურის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებიან იმით, რომ წაართმევენ ბიზნესს. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, როგორც ჩანს რამდენიმე დღის წინ მარნეულში, როდესაც ერთ-ერთი ბიზნესმენი არ დაემორჩილა საჯარო მოხელის ოჯახის წევრისა და მისი გარემოცვის ამ ბრძანებას, რის შემდეგაც მას ჯგუფური ჩასაფრება მოუწყვეს. ვინ არიან პირები, რომლებიც ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ და რა სამხილები აქვს საგამოძიებო უწყებას საჯარო მოხელის ძმის წინააღმდეგ? ყველაფერს უკვე 8 საათზე მოგიყვებით.